ერთადერთი გზა, რომ შეგობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და გამოგვლიჟოთ კლანჭებიდან ბიძინა ივანიშვილს, არის ეროვნული ყრილობის ჩატარება და მესამე რესპუბლიკის დაარსება. პაატა ბურჯულაძე მესამე რესპუბლიკას ქმნის და ამისთვის ყრილობას აანონსებს, რომელიც სავარაუდოდ 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ მან Facebook ვიდეო მიმართვაში სრული სერიოზულობით ისაუბრა, რასაც 3000-ზე მეტი გაზიარება აქვს. და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და დღეს მე შემიძლია გამოვაცხადო უკვე თარიღი, თუ როდის უნდა ჩავატაროთ ჩვენ ეს ეროვნული ყრილობა. და ეს თარიღი იქნება ზუსტად ის დღე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებს. ამ მომენტისთვის ეს არის 4 ოქტომბერი, ესე იგი მოემზადეთ ყველა დელეგატები სხვადასხვა სოფლებიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან აირჩიეთ, ჯერ თუ გვაქვს, რომ ჩამოვბრძანდებით 4 ოქტომბერს და ჩვენ ჩავატარებთ ჩვენს ყრილობას. მაგრამ თუ ქართულმა ოცნებამ გადააკეთა რიცხვი და უკვე ან 11-ში ან რაღაც სხვა რიცხვში, ავტომატურად ჩვენი ყრილობაც გადაიწევს და იქნება იმ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მოუნდება ჯიბეში ჩაიგოს ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყანა და ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ ის ხელიდან და დავიბრუნოთ ის თავისუფალი და ლაღი საქართველო, რომლის დანახვაც და შექმნა ჩვენ გვინდა. ასე რომ გთხოვთ გააზიაროთ ყველამ, ეს უნდა მივიდეს ყველა მოქალაქემდე, თუ როგორ იქნება მომზადება ამ ყრილობისთვის, ამაში შემდეგ ვიტყვით, უბრალოდ რიცხვი, თარიღი უკვე გვაქვს დღეს. ეს არის ის დღე, როდესაც ოცნება დანიშნავს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც არ ურჩევენ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, რომ მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ თუ მიიღებენ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ გვაინტერესებს პარტიები. საქართველოს მოქალაქეებს გვაინტერესებს საქართველოს ხალხი. ვინც ვართ შიგნით, ხალხი, საქართველოში ვინც ცხოვრობს და ჩვენი ემიგრაცია, რომელიც გახვეწილია ამ ქვეყნიდან. ისე რომ თარიღი ჩვენთვის ნაცნობია, ცნობილია, ეს არის ის დღე, როდესაც უნდათ რომ წაგვართონ ჩვენი მომავალი, ჩვენ უნდა გამოგვლიჯოთ ხელიდან და დავიბრუნოთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ. იმიტომ რომ ჩვენ მართლები, სიმართლე ჩვენ მხარეს არის და რაც თავარია, ჩვენ მართლა გვიყვართ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. ისე რომ მოემზადოთ, ვიყოთ ერთად, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს, გააზიარეთ ეს სულ ყველა, რომ ეს მივიდეს ყველა მოქალაქემ. აბა, ბრძოლა ბოლომდე.